და კიდევ ერთი სოფელი ხულოში, სადაც ადგილობრივები ჰესის მშენებლობის გამო გადასახლებას ითხოვენ. ამჯერად სოფელ ფაჩხას მცხოვრებლებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ირწმუნებიან, რომ სოფელში ჰესისათვის საჭირო გვირაბის მშენებლობამ კლდიდან ქვების წვენა გაააქტიურა. ჩვენი რესპონდენტი ირწმუნება, რომ გვირაბის გაყვანისათვის საჭირო აფეთქებების შედეგად გუშინ გვიანღამით მის ეზოში დიდი ზომის ლოდი ჩამოვარდა და ბოსერი დაანგრია. დაზარალებულ ოჯახში დღეს ხულოს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძეც იმყოფებოდა. ჩვენი რეპორტაჟი მაღალმთიანი აჭარიდან. კიდევ ერთი სოფელი ხულოში, საიდანაც ადგილობრივები გადასახლებას ითხოვენ. სოფელ ფაჩხაში გუშინ ღამის პირველ საათზე კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდი ერთ-ერთი მცხოვრებლის ბოსელს დაეცა. ადგილობრივები შემთხვევას გვირაბის გამო დაწყებულ აფეთქებებს უკავშირებენ. ქვის ლოდი ჩამოვარდა ზემოდან. დაახლოებით აგერ არის ხედავთ ალბათ თქვენს დაინახეთ. ბოსელს შეიჯახა, მაგრამ ზიანი არ ყოფილა არაფერი. ვიცით რომ ხდება აფეთქებები გვირაბში. ღამის საათებში აკეთებენ ამას. და ზუსტად ღამის საათში მოხდა ესეც. და ხდება კიდე პატარა ქვების დაგვირებები, ჩამოვარდნები ხდება. არის ასეთი შემთხვევები. და ღამის საათებში რომ ახლა ღამეს გამოხვიდა 12 საათის მერე განსაკუთრებულად, იგრძნო, რომ თითქოს მიწის რა იყოს. ზედაპირული დასკვნის საფუძველზე ფაჩხა მეწყერსაშის ზონაში მდებარეობს, რასაც სოფლის თავში მდებარე დაბზარული კლდე ემატება, ამბობენ ადგილობრივები, რის გამოც ისინი სოფლის გეოფიზიკურ შესწავლას ითხოვენ. ვერადა ვერ მივაღწიეთ გეოლოგიური სამსახურის მიერ აქ ვითხოვთ ფიზიკურ გეოფიზიკურ დასკვნას. პირდებიან არ მოდიან. თავრობაც არ კეთდება გეოლოგიური სამსახური, მოდიან ზამთარში. მერი შანთაძე ყოველ ზამთარს ღამეს მეზობელთან ათენებს, ვინც შედარებით უსაფრთხო ადგილას ცხოვრობს. ქვების ცვენის გამო კი წელს უსაფრთხო ადგილას დაზამთრებამდე გადავიდა. ყოველ ზამთარში ზვავს საშიშროება მომელოდა, ცლიდი ოჯახს გავდიოდი მეზობელთან. იქეთ გასასვლელი გზა არ მაქვს, აქეთ არა და სად უნდა წავიდე და ახლა ამ დროებშიც არასდროს არ დამიცილე სახლი. ახლა არ ვიცი გვირაბის გამოა, რაის გამოა, ქვების საშიშროება წუხელი ღამის პირველ საათზე ჩამოვიდა დიდი ქვა და მეზობელებმა გადმოვიდა და გადამეყვანეს მათთან. ხულოს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე სოფლის ზედაპირულ შესწავლაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სოფელი ფაჩხა მეწყერსაშის ზონას არ წარმოადგენს და ლოდების წვენა იშვიათია. ბაუჩაძე ასევე აცხადებს, რომ სოფლის გეოფიზიკური შესწავლა აუცილებლად დაიწყება. ვიზუალური გათვალიერებით იქ მასიურ ქვათა ცვენას ამ ეტაპზე ადგილი არ აქვს. არის ნაყარი ქვები, რა თქმა უნდა, როგორც მე ადგილობრივმა მითხრეს, ეს არ არის თქვათ დღევანდელი მდგომარეობა, ეს ისტორიულად ასე იყო. შესაძლებელია, მოდი ესე თქვათ, მაგ სხვადასხვა სამუშაოები იქნას ჩატარებული უსაფრთხოების და იგივე ქარსაცავის ზონა, ან თქვათ იქ განაშენიანება მოხდეს ტყის. რამ გამოიწვია ქვების ცვენა სოფელ ფაჩხაში ნაადრევად მოსულმა თოლმა თუ გვირაბის გამო დაწყებულმა აფეთქებებმა? ეს გეოფიზიკური შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი.